კარგი გამარჯობა YouTube, მოგესალმებით მეგობრებო. აი, 3 მაისიც მოვიდა და დაპირებული დანების ექსპო. როგორც შეგვიძლია მეგობრებო, აი ხალხი მოხები აქსის ტაუერში და აი ეს არაჩვეულებრივი გამოფენა რიგით უკვე, რა ვიცი, მე რამდენი და უკვე მიხარია, რომ ასე ვთქვათ, სისტემატიური სახე მიიღო ამან და ძალიან მაგრამ მიხარია და მე ახალ სპონსორს ხედავ და მიხარია რა. მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, ჯალბას მადლობა, ზაზას მადლობა და ყველას, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას, რომ გვანებიურებთ, რომ ესეთი ლამაზი და კარგი ექსპოები ტარდება ჩვენთან საქართველოში. მოდი ბევრს არ ვილაპარაკებ, იმას შეგახსენებ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგჩნდეთ და პირველმა იხილოთ თქვენ. ხო, დანარჩენი ახლა უკვე მაგიდებთან. მოგესალმებით ჯაბა. როგორ ახლა? ასპინძელო. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ესეთ ექსკლუზივებს გვაძლევ ხოლმე რომ. გაიხარე. პირველად ხარია რომ მოხვედით. ჩემი არხიდან შეიტყვონ ეს მაგარი ამბები. აბა რა ხდება წელს როგორი ამბებია? დიდი დღე გვაქვს. დღეს არის Art Knife Expo-ს გაზაფხულის სერია. გავამრავალფეროვნეთ მონაწილეების რაოდენობა. ფაქტიურად სრულად საერთაშორისო მონიზება უკვე იქიდან გამომდინარე, რომ გარდა ვთქვათ იტალიელებისა, რომლებიც ადრეც ყავდა, გარდა სამხრეთ აფრიკელისა, რომელიც რომელთაც ერთად დავლინებ. კი, პირადად იცნობ. უკვე დავამატეთ ბრაზილიელები, დავამატეთ კიდევ რამოდენიმე სამხრეთ აფრიკელი, დავამატეთ ნორვეგიელი. მაგარი ამბებია ესე. დავამატეთ უნგრელი. შვენიერი. რა ვიცი, ხო, მოკლედ აი თითოეული მაგიდა ეხლა რომ ჩამოვიაროთ, ყველა არის ფაქტიურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც თავის კულტურას ამ მაგიდით გვიყვება რა, ნაკეთობებით. და ყველაზე მაგარი ის მიხარია ჯაბა, რომ სისტემატური ხასიათი მეცა ამას და ყოველ წელს არის და ყველაზე მაგარი ეგაა. წელს თან ყოველ წელს ორჯერ. ყველაზე მაგარი. ეხლა მომდევნო დეკემბერში გვექნება. დეკემბრამდე კიდე ერთი ძალიან მაგარი ღონისძიება გველის ოქტომბერში, ტონი მარფიონი ჩამოყავს. შვენიერი ამბავია. მოკლედ საკმაოდ ზაფხულის მერე საკმაოდ ისეთი მაგარი ესე ბევრი სიახლეებით დაბრუნებული ხარ. მოლოდინები გველის ამ სფეროში და იმედი მაქვს, რომ ამ სფეროს მოყვარულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეები ჩაინიშნეს უკვე ამ ჩვენი ვიდეოს ყოფების პარალელურად. შეგახსენებთ, რომ ჯაბას თავის არხიც აქვს YouTube-ზე, როგორ არის ჯაბა? ჯაბა ბოკუჩავა Knife. საიტიც აქვს ჯაბას თავისი, ასე რომ Knife-ით ჯაბასი, ასე რომ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საიტითაც მრავალფეროვნება აქვს დანების და თავისი YouTube გვერდითაც. კი ბატონო, მადლობა. პირიქით, მადლობა შენ. მოდი, აი ნელ-ნელა დავიწყოთ, ხო, დავიწყოთ. ხო, ეს არის ძალიან მაგარი ოსტატის, ატილა კერტესის მაგიდა. ატილა არის უნგრელი. ნუ აი ძალიან სასწაული დანები აქვს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, აღარ ვამბობ, რომ ყველა ხელნაკეთია. ვასკა და ნუ სასწაული ნაკეთობებია კი. აი ეს მოდი აი ეს გადაიღე. მაგას აი ბოლოსთვის შემოვინახე ხა ეგოიცა ჩამოვატარო ჯერ. ჩემო რა მაგარია. აი მეგობრებო შეხირეთ ხა. ზაზს კითხეთ კი. Hey. How is going? Okay. მაგარი ხარ. მეგობრებო ხა უცებ ჩამოვატარეთ, იმიტომ ძალიან ბევრი მაგიდაა. მოდი ახლა აქეთ ბევრი მაგიდაა და აქეთაც უცებ სულ მეჩხუბებიან ხოლმე რა არის დაგვათვალე და გააჩერე მაგრამ ხალხო იმდენ აქ უნდა იგრო მთელი დღე მაშინ კი აბა აქ რა ხო ეს არის ძალიან სერიოზული მაგიდა მოკლედ დანის მოყვარულებისთვის ონლაინ მაღაზია მარია სტალინას სახელობის ცნობილია ძალიან და აქ არის მოკლედ ამ კონკრეტული მაღაზიის წარმოების დანები ყველა ხელნაკეთი და ნუ მოკლედ რუსები არიან მაგარი აუ ესეთი ბავშვობაში ქონა გახსოვს? კი, მახსოვს, კი. ფორმა იყო ეგეთი. მოკავშირი, ოთხკუთხედი, ხო. კი. ამის ცუდი ვერსია იყო რა. კი. მაგარია.
ესენიც სულ ჰენდმეიდებია, რა თქმა უნდა, ხო? აქეთ არიან ასევე ჩვენი მეგობრები, ჩებურკოვები, რომლებიც უკვე ხშირად სტუმრობენ ჩვენს გამოფენას. Hello. Привет. ხშირად სტუმრობენ ჩვენ გამოფენას და на прошлом вас не хватало. Вот. Вот. Можно это сказать. В этот раз мы постараемся быть. Да, обязательно. Согласитесь? Обязательно. Окей. ჩვენი ძმა. Майкл Уэсти. Hello. მეუღლესთან ერთად. მაგარია. მაიკლ უესტს უკვე ვიცნობთ ჩვენ. კი. ეს დანები. რაღაც ეს მეგონი ახალი. ეს წინა ფილმაზე ქონდა. ძალიან მაგარია. აი მეგობრებო სასწაული ნაკეთობებია ოსკა. ძალიან რა მეტი რო არ შეიძლება ესეთი მაგარი. ფასებიც რო გაინტერესებდათ მეგობრებო, აქვე არის დაწერილი 1300 საიტის. ძალიან მაგარია. დენი შრომა ეხა. მაგარი. ჩვენი მეგობარი ბატონი ბერტი. მაგარი ადამიანი. კი, ბატონი ბერტი. მაგარი და მაგარი თავის სახის პროფესიონალი. კი, ნუ აი მარტო აი ნაკეთობას რო გადაუღო, შეხედეთ მეგობრებო რა. მე ბოდის მოვიდით რომ მალე უნდა ჩამოვატარო ესე თორე ეს შეიძლება რა ვიცი. კარგი კამერა უნდა ამას და კარგი ლინზით გადავიღო რომ აღიქვა საერთოდ ამ დანების ხარისხი და შრომა. შეხედეთ მეგობრებო. 5000 ეს 1000 ჯობა ეს თვითონ ეს მასალას თავის დამზადებულია? კი, ბერტით ცნობილია აი ამ კონკრეტული პირის რეცეპტით, აი ეს კონკრეტული პირი არის დრაგონსკინი, ეგრეთ წოდებული. და ამ ფილებს ამზადებს და მთელი მსოფლიო მერე იყენებს უკვე ამ ფილებს. ხო. აქ არის წარმოდგენილი ზაზას დანები, ეს უკვე ჩვენია. შინაურ იცანი, აუ რა ლამაზ. აი ეს გადავიგეთ მაშინ. ძალიან მაგარი. ხო. აქ არის წარმოდგენილი ზაზას დანები. ეს მახსოვს ჩვენ გადავიგეთ, გახსოვს? აი ეს. კი, ეს გადაღებული გვაქვს, ესეც გადაღებული გვაქვს. ამის გაგრძელება რო იყო ეს მახსოვს რა. სასწაული დანებია წარმოდგენილი. რა ვიცი, ამ კონკრეტულ დანაზეა მე მგონი ეს არის ოქროს კურსი დამოკიდებული ალბათ, არ ვიცი. თვითონ გვერდი მაზეც ხო ეს არის, ქავერზეც ეს. კი, ავერზეც ეს გვაქვს. დაბანახეთ. ეს მამონტია თუ სპილოა? ეს არის სპილო და სრულად არის ოქროთი მოვარაყებული, ხო, მოვარაყებული კი ბატონო. ქარქაშიც ძალიან საინტერესო აქვს, ასევე ოქროს ზარნიშით. ძალიან მაგარია. ირაკლი ბახსოლიანის დამზადებული ქარქაშებია სხვათა შორის ჩვენი მეგობარია. მოკითხვა აქედან ირაკლის, მოკითხვა. უმაგრესია. ვინც ასევე ჩვენი ერთ-ერთი პიონერია. კი, სულ არის ხოლმე. კი. აი ამით იმახსოვრებს ხოლმე ჩვენი მაყურებელი. და სულ სიახლეები აქვს, რაც თავარია. ბატონო. აი ჩონჩხის თავები ვისაც მოგწონთ მეგობრებო, ნახე რა მაგარი გაკეთებული. ესეც ნახე რა მაგარია. კი ბატონო. ნუ კალმებიც სასწაული კალმები სასაჩუქრეთ. კი. ეს ჩემი სამსახური უკვე. ხო, მართლა. მოწამლეზე იყო ვისო. დრაკონი თუ არ ახატია კალამს, ხელს აღარ აწერენ დოკუმენტებს. კაია, უცოდა. ჩვენი მეგობარი სოსო. და ნუ აი გამარჯობა. მეგობარა ხარ? გამარჯობა. Das knives. სადაც
ძალიან საინტერესო ნაკეთობებს ხედავთ. აი სოსომაც დაიწყო უკვე გამოყენება Dragon Skin-ის, რაც ძალიან მოდაშია ეხლა ეს რა. კი. ბატონო. Добрый день. ძალიან საინტერესო მაგიდაა ესეც. Анастасия. Добрый день еще раз. არის გრავიორი და აი ამას სუხელით აკეთებს წარმოედგინე, ანუ ეს არის სუხელით შესრულებული. ძალიან ლამაზია რა. ეს ადრესი იყო? არა, წელს პირველად არის და ძალიან ლამაზია. ეს რა ტექნო მინანქარს გავს, იგივე ტექნოლოგია ეს. ძალიან რთული ტექნოლოგია, ძალიან რთული, ანუ ერთი ახლა საუბრობთ, ერთი ფრთა შეიძლება 3-2 თვის პროექტი ეს უფრო სხვა რაღაცაა. კი, ბევრად უფრო. ტექნოლოგიაზე განსხვავებული, ალბათ ხა მე ამაში ვერ ვიყავი, მეგობრებო. შრომატევადი რო ფაქტია, მაგრამ აი ეს ფერები რო არის რაღაც. კი. ანუ აქ როგორც ტექნოლოგიაში ფხვნილით ისე არ იქნება ალბათ. არა. ალბათ ეს ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგიის ერთობლიობის ნაზავია. კი ბატონო. ხო, აქაც ძალიან საინტერესო მაგიდა გვაქვს. Hello. კარლო კავედონი პირველად ესწრება ჩვენს ღონისძიებას. კარლო არის იტალიელი და საკმაოდ საინტერესო ნაკეთობებით არის ჩამოსული. ულამაზესი დანა ეს აი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამ ღონისძიებაში. ეს ხო? კი. ძალიან ლამაზი დანა. ბრაზილიაში. ხო, აი მოვედით ახლა ბრაზილიასთან. Hello Israel. Hello. ხო, უკვე პირველი სტუმარი ბრაზილიიდან. გუშინ უყურებდი ზუსტად სენას. სენა იყო ჩემი ბავშვობის. ხო, ეხლა ხანს იყო დაბადების დღე, თუ არ ვცდები. და 1 მაისი იყო იმოლაზე რომ დაიმტვრა და 1 მაისი რენოს და როტმანს ვერ ვიტან. სენას გამო. ო. ბატონო. ბატონო. წელს ძალიან კარგი ერთი სიახლე გვაქვს კიდე, ამაზეც მინდა გესაუბრო. აბა მითხარიჯება. ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია ზარაფხანა. კი, ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია და მე მგონი ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამშრომლობას. მოგიკითხავ აქვე ვისარგებლეთ და ნიკუშას მოგიკითხავ ჩემს მეგობარს. კაი კაც გაუმარჯოს. ოქრო კაც. როგორ ახარ? ესე იგი ზარაფხანა მაინც თემო მოდი, თემო რა არის? ვერ გავი, ერთად გვინადილია ბიჭო. რა ვიცი. თავარი შემოქმედი ერთ-ერთი ხო და ვიცი. აქვე მოვიკითხე მეთქი ნიკუშა მოკითხო და შენ სიგულისწყებოდი რა თქმა უნდა. მახსოვს მე. ის ჯერაც არ მიხმარია, ხო იცი ნაჩუქარიდანა. ისე ვინახავ რა, სულ მეორე ბიჭო იხმარე, გამოიყენე. მაშინ ეს იხმარე. ესეთია ჩემიც. ხო, ესეთ რო ესეთია, შენი გაკეთებულია. ესეთია ჩემიც მეგობრებო, ვასო ხაკაძე აწერია. ესეთია. ოღონდ ვინახავ იმას, ეს მეცოდე ეხრას დაუსვა ეხა ეს არის. მინდა ვისარგებლო ვასკა შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ზარაფხანას ესეთი მხარდაჭერისთვის. დაიხარე ჩემგანაც მადლობა. ესეთი მხარდაჭერა მართლაც ამ კონკრეტული მიმართულების ძალიან დიდი გვერდში დგომაა და ჩვენთანაც თანამშრომლობს ვანოს ოქროს მას რო ვაკეთებთ რა ქვია დაჯილდოება ზარაფხანა ყოველთვის ჩვენი პარტნიორია და მადლობა და მოვიკითხე. როგორც ვიცი, იუმორი უყვარს. კი, სვენია. ერთ იუმორს მეცვეთვე რა. მიდი, აბა მითხარ. ეს დანა სახში კიდევს, ესე იგი გამოდის რომ ლომი ყავს გალიაში. ლომი მყავს. ტიმატო ლომი მყავს გალიაში გამოგედი. კი. შენი სხვადანებიც მაქვს მე რო იცოდე. შენი დაჩუქარი. არა ჩამოვატარო ერთი რა ესენი ძალიან მაგრებია რა. ეს მიმდინარეობა ზარაფხანის არის ძალიან მაგარი რა. თანების კი, ნამდვილად ძალიან მაგარი. ეს მახსოვს მე აი სამეფო, აი მე ამაზე გავჩერდით. ეს მახსოვს ნიკუშასგან ეს მახსოვს ეს დანა. ნახე, ბარემ მგონი ის ხო? კი ბატონო. გიორგი ბსკუნვალის ბეჭედი. კი ბატონო. კოპრსომ დაარტყა, უკვე პოზიტივით გადადის რა. ანუ ეს ნამდვილი ძველი ქართული ძალიან მაგარი. რაც არის, იქნებ არის ამოგებული. ფასები როგორ აქვს ამას? ფასები თუ არ ვამბობთ.
აწერია ყველას. აწერია. 3590 ლარი არის ეს. აი სასაჩუქრით მეგობრებო, არის იდეალური. 2400-დან იწყება და ადის და ადის. ადის და ამთავრდება. ესეც მაჩვენე, ეს ვახტანგი ალბათ გორგასალემ გლისთავით. ფრესკიდან არის გორგასალემი და გლისთავით ხოხობი და მიმინო. კი. აი ჩვენი სტუმრები არიან სამხრეთ აფრიკიდან. ძალიან მაგარი. ძალიან ლამაზი ნაკეთობები. ძალიან. და აი ეს არის ხა ფავორიტი ხო? ყველაზე ისეთი რა. შემოხედე. სკრიმ შოუ ყია, ანუ ძვალზე ხატვას. ხელით სრულდება, აი წერტილოვნად რა. წერტილოვნად იხატება, მოკლედ ამ 1-0-ზე და ფინიშები. ურამდენიშ რო. ეხლა ვინც არის ეხლა ეს? მხოლოდ ოქრო ვერსხლი არის, არამედ სუპერ მეტეორიტი. მეტეორიტი. უკანა მხარი მაჩვენე ერთი. დანაედო ჯიბის წეღან უთხარი აუხსენ ოთხარ ახო. ძალიან მაგარია და სასაჩუქრით არის დიახ. ერთ-ერთი ქართული დაუდიო რა. არ შეიძლება. ბიზანტიელებთან ერთად და ეს This is the one this. ზარაფხანა ხასი მაგარია. Well, in Georgia guess not problem. yes. ამარჩენელი ისეთებია, ჩვეულებრივი ამბავია, ესეც Yeah. ისამდე რევოლუციონერია. I think in this room more or less it's more or less it's allowed. ამაგიდაზე ხარ, რამდენი 1000 არ დავთვლოთ. Yeah. What still? კარგი. Nice. Okay. It's nitrogen. Yeah. Yes. But it's not available. It was from Sweden, but it's not available anymore. კლაკეთ მოვედით. Yes. Too complicated. კარბონიზირებულია რა. ცოტა მსუბუქიაო ფლიპინგისთვისო რა. ისეთ ჯიბისთან ოს კაი ხავყვებოდი რომ ჩვენი სტუმრები არიან სამხრეთ აფრიკიდან. ძალიან მაგარი. და ეს ჰორნი ძალიან მაგარი ოსტატი. ძალიან მაგარი. რო ეს ჰიპოპოტამები ნახე, ქვისგან არის ხო ესენი, ხო? სპეციალური ის არის ეს გამოყვანილი მეტად თუ რა, თუ ხელოვნური ქვა არის. What kind of stone is it? The hippopotamus. It's soapstone, Okay. which they do a lot of carvings from it. Okay. But it's soft enough that you can. But it's. I mean, it's hard, but it's. But you know. But it's it's possible to work on it. Yeah, okay. I don't know. აკეთ. ხო, ეს არის კიდევ ერთ-ერთი ჩვენი სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. ძალიან ლამაზი დანებით. As the lights are still on, you are not angry, right? No. Yeah. Okay. Great. ძალიან ლამაზი. სამხრეთ აფრიკა ორი ყავს ხო თუ სამი? სამი კი, აი მათ გვერდზეც სამხრეთ აფრიკაა. ძალიან მაგარია. ეს აყიდული ყოფილა უკვე. კლავ ბრაზილია. ლაერტოსენას აფშორდები მაინც. ულამაზესი დანებით. ეს რა ლამაზია. კი, ყველა ულამაზესია. რაღაც ორიგინალი. ახ ეს რა მაგარი ნაკეთობა. შეხედე რა ლამაზია. ახტება. ესეც რა ლამაზია. ყველა ლამაზია. რავი, რომელს დაიწუნებს. ასწორი. ამის იმას მეხუმრები ახლა შენ, ამის ტექნოლოგიის ესე ულამაზესი, კი. 4000 ღირზე ის ხო? 4 ხევა. ის გაყიდულია უკვე, ხო? კი ბატონო. Okay. Hello. We came to Tony. Tony ჩვენი, ასე ვთქვათ, უკვე მუდმივად მონაწილე ოსტატია, რომელიც ყოველწლიურად ჩამოდის ჩვენთან და ძალიან საინტერესო დანები აქვს წარმოდგენილი. ძირითადად სულ არის დამასკოს ფოლადი და შესაბამისად ძალიან კარგად გამოიყურება. ასევე ვადიც, ანუ ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარია. ორივე შვედეთს წარმოადგენს. იყო შვედეთი ყველანაირად. ხარისხი, კი. ვოლვოდან გამომდინარე და აი ეს არის სკატის რეალური, სკატი ხო იცი? ხო, აი სკატის რეალური ტყავი ხო არის და ფორმაც ფაქტიურად ეგ არის. ეგ ეს ტიპია. ეს არის რეალური ტყავი, ხო? ეს რეალური ტყავია, ეს არის
ეს რატომ აქვს? ეს ჩასმული. ეს არა, ეს ამას თავისი აქვს, ასე ვთქვათ რა. ეს თვითონ აქ თავარი თავისია? ძლოვანი ის აქვს, შენაერთი აქვს. აი ამ ყუზე რა, ასე ვთქვათ რა. ეს ხო ბრტყელი თევზია ესეთი რა და მოკლედ აი ეს არის რა ადგილია, იცი, რომელიღაცას ჰქონდა ქარქაში, რომელზედაც იყო აი ეს თეთრი თვალი რა, რასაც ქვია. ყველაზე ღირებული ადგილია ეგ რა, ანუ ზურგზე აქვს ეს. კი. ხო, ესეც ჩვენი სტუმრები იტალიიდან. ლა კანტინა. ძალიან ლამაზი დანებით. აი, რას ვამბობ იჯება იტალიელები, რატომ მიყვარს? ჩაცმა ხო იციან. ხო, სვანაერი სტილის. ამაც ხო იციან. მანქანების კეთება ხო იციან. იარაღის კეთება ხო ეტყობა რა. კი, ნამდვილად მასია. ნამდვილად სვანაერი სტილის შეგრძნება. ასევე ჩვენი იტალიელი სტუმარი პაოლო გიდონი ულამაზესი დანებით ავატარი გააცოცხლა. აი ამაზე. აგერ არის, აი. დავიშოკე რა. აგერ არის ნამდვილი. აი ნამდვილი ხარ ხო შეხედეთ ავატარი. მარტო ფოტო რო არ გვეგონოს. ხელშევე ხო შეიძლება? კი, კი. შეხედეთ ხო? რა დანას ვეხები უბრალოდ შეხედეთ. ერთო რა ნამუშევარია. ავატარი და ხა აქ ის უნდა იყოს რა. აუ რა მაგარია მერცეჩი. მოდი ბარემ ყველაზე მაგარ მაგიდასთან გადავინაცვლოთ. აბა, ყველაზე მაგარ მაგიდასთან, აი მოდი. აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნორვეგია აღმოჩენა. კი. უბრალოდ აი ეს მინდა რომ გადაიღო. აქ არის თვარის ქვა. თვარის ქვა რას ნიშნავს? ანუ თვარის ნატეხია. კი. თვარიდან ჩამოტანილი? კი, კი. თვარის ნატეხია. რომელი ეს თვარის? შიგნით აი ეს. შიგნითაც არის. კი, კი. და ნუ ამ დანას აქვს აზრი, რომ ესე იგი ეს წარსული და მომავალი აქ კოსმონავტი ჩანს, ნახავ? კი, კი. მიდის ორივე მთვარისკენ და ნუ აქ ოქრო და ბრილიანტები და ეს პერიოდი თვარი აქტუალურია. ხო, აქტუალურია. ბრილიანტებია, რაც ბზინავს. სულ ბრილიანტები. შეხედეთ რა. თვარის ნატეხი სადი შოვა ვითომ აუ, ფარსკანალებში. ვერ გეტყვი. ვერ გეტყვი. ძალიან მაგარი გაესინი ყავს მონაწილეები რა, ანუ მართლა ძალიან მაგარი მონაწილეები ყავს. სუპერია. ვასკადა. ეს გადავიღეთ. ეს გადავიღეთ. კი, მადლობა რომ პირიქით, მადლობა შენ. მადლობა შენ და ბოლოს შემოვიდავი ზარაფხანას ჭადრაკი. ჭადრაკი, ხო. ხო, აი რაღაცნაირად ისეთია რა. ჭადრაკი ძალიან ლამაზად გამოიყურება. ორიგინალურია რა. მე იმდენად ესე კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ნუ აი რო გავიცანი, ჩემთვის უკვე ეს გახდა რაღაც ძალიან დიდი შემოქმედებითი ნაშრომი. სხვათა შორის მე როგორც ვიცი, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილმა გაუგზავნა საჩუქრად მესის თუ არ ვცდები, ხო? რა სამბობ, ეგ არ ვიცოდი. კი, რაღაც ოქროს ჭადრაკი გაუგზავნა ახსენს. იქითაც არის ერთი. მოიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. იქითაც არის ერთ-ერთი. იქითაც არის კიდე ერთი. იქითაც არის ერთი, კი. არ ვიცი კონკრეტულად ეს იყო თუ სხვა იყო, მაგრამ მე მახსოვს რომ იქითაც არის. რა ლამაზია შეხედე რა. აი ეს არის განვითარება, ეს არის მენეჯმენტი, როგორ უნდა განავითარო შენი ასე ვთქვათ ბიზნესი, რომ ყველა ანუ მაგარი რა. აუ ეს არის მოკლედ ჯაბა, აი რა ვიცი, მადლობის მეტი რა მეთქმის, მეც და რა ვიცი, ჩემ გამომწერებსაც. გაიხარე. ხო და რა ვიცი, თუ რამე გინდა რომ თქვა, გისმენს. მადლობის მეტი მეც გამიჭირდება. კიდევ რამე დავამატო, მადლობა ძალიან დიდი ვასკარ და რა ვიცი, რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ დეკემბერში გვექნება მორიგი Art Knife Expo, უკვე დავიწყეთ მზადება, დავიწყეთ უკვე მონაწილეების შემადგენლობაზე მუშაობაც და
ახლა მომავალში უკვე ნელ-ნელა დავიწყებთ ანონსირებას და მოკლედ ჩვენი მოყვარულები, ჩვენი ამ სფეროს ბატონ მოყვარულები. ზადას არცალია ხა, მაგრამ უნდა გადავინასო ყველა ვარიანტი, როგორ ჩავწერო არ შეიძლება. იმიტომ რომ კი ბატონო, აუცილებლად. სული ჩამდგმელია ასე კი, თქვა რა და თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მადლობა. გაიხარე. მადლობა გაიხარე, ჯერ. ოქროს კაცი ხარ და რა ვიცი. გაიხარე. ოქროებში გიაქვს საქმეც, მაგრამ გაიხარე. ასე გამოვიდა. დროები, წარმატებებში. გაიხარე. მოგესალმებით. გამარჯობა ზაზა. თბილისის საერთაშორისო დანების გამოფენიდან Art Knife Expo, სადაც ევროპის, ბრაზილიის, სამხრეთ ამერიკის ბევრი საუკეთესო ოსტატია თავმოყრილი, თავისი უნიკალური ნამუშევრებით. ბევრმა უკვე თავისი ნამუშევრების რეალიზაცია მოახდინა. ბევრი კიდევ ყიდველი აქ არის, რომლებიც თავის არჩევანს აკეთებენ. მობრძანდით, შემდეგი შოუ გვექნება ჩვენ 6 დეკემბერს. ორჯერ ვაკეთებთ. ისევ აქ იქნება ხო ზაზა? აქ იქნება, წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ, მაისის პირველი კვირა და დეკემბრის პირველი კვირა. და სულ ყოველთვის ახალ-ახალი ოსტატების შეგროვებას გადავიღე ძალიან მაგარია. ვაკეთებ, კი. რომ უფრო მეტი ინტერესი იყოს ყიდველისთვის. წარმოდგენილები დაგვაქვს ხა ბატონ ზაზა თქვენი მხრიდან. აი ეს ჩემი საკეთსი დანა, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში და დამცავიდან რო გავუშვებთ უკვე აურა მაგარი. ეს ბერტი რიტველდის დამასკია ძალიან მაგარი. დრაკონის ძალიან მოდაშია ეს დრაკონის კი, კი, იმიტომ რომ უნიკალურია. ბერტის მეტი არავინ არ აკეთებს. სადაფის ძალიან მაგარია. არის აურა ლამაზია და რამდენი შრომა ეხა ამაში. ფასაიდუმლოა? არა, საიდუმლო არ არის, მაგრამ ეს უკვე გაყიდულია. გაყიდულია. ოკეი. კარგი. ამიტომ არ ვიტყვი. რო არ იყოს გაყიდული კი. ეს მეორე განსხვავებული დიზაინია, ძალიან ლამაზია. რომელიც ეგრეთ წოდებული ფლიპერი ეს დახოვ მდგომარეობაში. მაგარი. ესეც გაყიდულია ბატონო? კი. მექანიკა აქვს სასწაული, რაც ეხლა თქვენ რომ არიყავით და შეცოდა და სასწაული მექანიკა. მაგარი. რაღაცა იმას გავს რა, რაღაც ჭიამაიას კი რაღაცა ფორმა აქვს იმისი რა. ფორმა აქვს კი, გეთახმები. მაგრამ მე მიყვარს ესეთი ფოთლის ხასიათი. მაგარია. აუ მაგარია. ესე აქედა ყველა გაყიდული ესე გამოდის, ხო? კი, ამის გარდა. აუ აი ეს არის. ელოდება თავის. აუ ეს რა არის ხალხო ამაში ხედეთ უბრალოდ. სპილოა ხო ეს ბატონო და? არა, ეს არის მამონტია ხო? მამონტის ეშვია. 24 კარატიანი ოქროა, სუფთა ოქრო. რა მაგარი. ზარნიში, ოქროს ზარნიში ტარზე გააკეთა ალიკო აღდგომელაშვილმა. მოკითხვა საქართველოს ძალიან მაგარი პიროვნება. საუკეთესო ოსტატმა. ველოდებოდი დღეს რაღაც ვერ ვნახე, ხო არ იყო მოსული? ცოტა ჯანმრთელობის ამბები აქვს და მოვიკითხავ აქედან. დიდი სიყვარულით, აუ ძალიან მაგარი. თავის ქარქაშიც აქვს და ძალიან ლამაზ ასეთ ესეთ кейსიც აქვს, ხო? кейსი ხეში ჭრა არის. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ლამაზესი. შედებული. ბატონ ზაზა, ეს რა მასალა არის? ეს არის სადაფია, აი რაშიც ეს რა ქვია, მარგალიტი სადაც იზრდება, ხო? გარედან რაც არის. კი. რაკუშკი აგრეთ წოდებული, ხო, რაღაცა გარდა. იცურდება ტემპერატურაზე თუ უბრალოდ შეიძლება ტემპერატურაზე გასწორება, მაგრამ ისეთ რა ქვია, ფრთხილად უნდა უნდა ვნახოთ შიგნით, რომ ბზარები არ კონდეს, ისეთი ავარჩიოთ. ძალიან მაგარია. ძალიან. მადლობა ბატონ ზაზა ორგანიზებისთვის და ესეთ კარგ საქმეს რო აკეთებ და
ამდენ ოსტატს რომ მოუყარეთ თავიდან, ჩვენ ხო ხუმრობით მომავალ ჩვენ სექტა ვართ რა. ხო, კი მეუნებიან ხოლმე რომ სექტას მოგეძახება რა, ეგრე გამოდის, ანუ კარგი გაგებით და ხუმრობით რა, იმიტომ რომ ეს საქმე ვისაც გვიყვარს, აი სხვა ურთიერთობაა, სხვა დამოკიდებულებაა და სხვა არის რა. კოლექციონერი სხვა ადამიანია საერთოდ. მადლობა კიდევ ერთხელ და თუ რამე გაქვთ სათქმელი იმის გარდა რომ ახალი ზამთრის ექსპო გველოდება კიდე? კი. მობრძანდით 6 დეკემბერს გვექნება შემდეგი გამოფენა. ისევ აქ ჩატარდება, ხო? ისევ ჩატარდება, ბევრი ახალი ოსტატები გვეყოლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მობრძანდით და ისე. წარმატებები ბატონო და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის. მადლობა. გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო დღეს წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, დანები, ძალიან მისიამოვნე, იმედია თქვენს, მაგრამ მაპატიეთ რომ ესე უცებ ჩამოვატარე, იმიტომ რომ ფიზიკურათაც არ არის ამის დრო, რომ დიდხანს გადაიღო, შესაბამისად კარგი კამერაც გჭირდება, კარგი ლინზა გჭირდება, რომ ანუ ეს უნდა ნახო რა. კამერა ამ ასე ვთქვათ ნაკეთობებს ვერ გადმოცემს ვერც ერთი კამერა, რაც არ უნდა ლინზით გადაიღო, რაც უნდა განათებით, უნდა მოხვიდე და ნახო. ასე რომ შემდეგი გამოფენა იქნება ზამთარში და გელოდებით ყველას. აბა დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ახალი ვიდეოები პირველმა იხილოთ თქვენ. აბა კარგად.